ეს ულამაზესი, უძვირფასესი და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი სრულყოფილად უნდა ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრებაში. სეზონური სამშობლო არ არსებობს რა. სეზონური არის რაღაც კურორტი რომელიღაცა რა. მარტო ასვლა წარმოიდგინეთ 50 ლარი ღირს ერთი ადამიანის ასვლა სხვა ტრანსპორტი ალტერნატივაც კი არ არსებობს რა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს რა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირველ რიგში გაკეთდეს გზა. კერძოდ 72 კილომეტრი დღეს ჩვენ გავდივართ 4 საათში ან 4 საათ ნახევარში. ნუ ყოველად წარმოუდგენელი სიტუაციაა რა 72 კილომეტრი ახლა წარმოიდგინეთ 4 საათზე რო გაყოთ რამდენი რა სიჩქარით მიდიხართ რა არც ერთ ნორმალურ ასე ვთქვათ კრიტერიუმით ვერ შეაფასებ იმ გზას რა გზას დღეს არის ვერც უსაფრთხოების თვალსაზრისით ვერც საფარის თვალსაზრისით ვერც დახრილობის თუ რადიუსების თვალსაზრისით ასე შემდეგ რა ჩვენი რეკომენდაცია არის რომ ეს გზა გაკეთდეს ეტაპურად თუნდაც დაიყოს 72 კილომეტრიანი გზა 3 ეტაპად და 3 წლის განმავლობაში გაკეთდეს. ბევრი საშუალება არსებობს რა. მთავარია რომ ეს იყოს 365 დღის განმავლობაში მოქმედი გზა. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. პირველ რიგში არის გასაკეთებელი იმიდან ლეჩურიდან, სოფელ ლეჩურიდან აბანომდე გზა. ეს არის პირველი რიგის ამოცანა. მეორე რიგის ამოცანა არის უღელტეხილზე გზის მოწესრიგება და აი ამ გზის საფარის მოწესრიგება უსაფრთხოების გაზრდა ქვების ცვენის საწინააღმდეგო მოწყობილების ღობეების დაყენება გალერეების მოწყობა უკვე გადაღმა რომ გადავდივართ თუშეთისკენ უღელტეხილს იმიტომ რომ იქ ძალიან დიდხანს ჩერდება თოვლი და ის საშიშია და ის ზვავდება ხოლმე და ეს ზვავსაშიში ადგილები სადაც არის იქ ბეტონის გალერეების გაკეთება და შემდეგ არის უკვე ეს დამეწყრილი ტერიტორია რომელიც არის გასავლელი ის არის დაახლოებით 3 კილომეტრი. ჩვენ ვიყავით ზამთარში ქონდა ერთი ექსპედიცია უკვე 2 წლის წინ და ჩვეულებრივი რბილი ძალიან სასიამოვნო და ძალიან კაი ზამთარია თბილი თუშეთში. პრობლემა არის მარტო ეს უღელტეხილი. უღელტეხილს როგორც კი გადახვალ და იქ უკვე ძირითადად სოფლები არის სამხრეთის ფერდებზე, მზე არის, თოვლია და მოკლედ ძალიან კაია. აქვე ჩავთავდი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ზამთრის პოტენციალის შესწავლა და ეს ზამთრის პოტენციალი რაღაც გონია რომ სრულად გამოუყენებელია დღეს და არის ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს და ახლა ოპონენტებმა არ გაიგონ ისე რომ მაინც და მაინც რაღაცა საბაგიროებზე და ასე ვთქვათ დიდმასშტაბიან ზამთრის კურორტებზეა საუბარი, არ არის ამ თემაზე საუბარი, აქ არის საბაგიროების გარეშე და ყოველგვარი ესეთი ზედმეტი ჩარევების გარეშე, გარემოში ზამთრის კურორტების მოწყობის თემა. ამაზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტში შევძლებთ ექსპერტების ჩამოყვანას, შვეიცარიელი ექსპერტების და ალბათ ერთად გავივლით ამ თემას. ტრანსპორტის თვალსაზრისით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო ქსელი. პირველ რიგში ეს არის სამანქანო ქსელი და მეორე, რასაც ვფიქრობთ, ეს არის ვიწროლიანიანი რკინიგზა. საუბარია ეგრეთ წოდებულ კუკუშკაზე. მოალვანიდან ომალამდე. გამტარიანობა ძალიან მაღალი. წარმოიდგინეთ, დღეში მას შეუძლია გააკეთოს 2 რეისი. ვიწროლიანიანი რკინიგზის გამოცდილება საქართველოში გვაქვს. ეს არის ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზა, რომელიც 108 წლის წინ იყო გაშვებული. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენთვის ტრადიციულია. თუშეთი უნდა იყოს ქვეყნის ელექტროსისტემაში ჩართული. ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეხლა აი ამ ამოცანების გადაწყვეტით, როდესაც ჩვენ გზას და ელექტროენერგიას, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიით უზრუნველყოფთ თუშეთს, შემდეგ იცვლება სურათი როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით, ასევე ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული მოთხოვნების კუთხით. 52 სოფელი არის თუშეთში, ხო? ამ 52 სოფლიდან დღეს მუშაობს 7. ასე თუ ისე. დანარჩენები არის ისეთი მიდრეკილება აქვს დეპრესიულობისკენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგში ტურისტი იშვიათად ხვდება და ზოგში საერთოდ არავინ არ ხვდება რა. და მოსახლეობაც კი უკვე აღარ ადის იქა და ის მოსახლეობა ცდილობს სადღაც აქვრო აქეთ ან ომალოში ან შენაქოში ან სადა დაართლოში რაღაცა იყიდოს რა და წარმოიდგინეთ მიგრაცია ხდება უკვე შიგნით რა. მგონია რომ ეს არასწორი პროცესია. ამიტომ ვფიქრობთ რომ თუ ჩვენ აი ამ მარშრუტებზე აი ამ სოფლების აღდგენას დავიწყებთ და რაღაცა გარკვეულ ფუნქციასაც უკვე შიგნით ჩავდებთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იმისათვის რომ მთლიანად აღორძინდეს მთელი თუშეთი და ეს მერე გავრცელდეს როგორც მეტასტაზა დანარჩენ სოფლებზეც გაიფანტოს ის ხალხი მთელ ტერიტორიაზე და არ მოკუჩდეს დაუშვათ მარტო შენაქო დიკლო ომალო და დართლოს იმაში რა ქვია არეალში. ამ სოფლების ასე თქვათ რეაბილიტაციის გეგმას აქვს მიბმული ერთი რომ ლეგალური გახდეს ფიქალის მოპოვება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის რომ ავთენტურობა შევინარჩუნოთ ამ სოფლებისაც და სხვა სოფლებისაც ეს ერთი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის რომ დაკარგული ტრადიცია ხელოსნობის აღვადგინოთ და ადრეც ლეკებს ვიწვევდით იწვევდნენ ჩვენი წინაპრები რა ტრადიციულად მაგრამ დღესაც შეგვიძლია ჩვენ ესენი მოვიწვიოთ ოღონდ უკვე იმისათვის რომ ჩვენვე ვისწავლოთ რა იმიტომ რომ მარტო ერთი პატარა სკოლის ერთი პატარა კლასი იმაში ქვემო ალვანში რა ვერ უზრუნველყოფს ამ ტრადიციის შენარჩუნებას რა ამიტომ გვინდა რომ ეს ტრადიცია რაღაცნაირად აღორძინდეს და ვფიქრობთ რომ გარდა ამისა ჩვენ გავაჩენთ გარკვეულ ინტერესს ახალგაზრდებში დაბრუნების და არა მარტო დაბრუნების რა საერთოდ რაღაცა ასაკი ახალგაზრდული სკოლის სტუდენტური ასაკი ეს ის ასაკია როდესაც ძალიან ბევრს ითვისებს ადამიანი რა და მე ვფიქრობ რომ აი ამ პერიოდში რა კოდსაც ჩავდებთ ჩვენ ახალგაზრდებში ის მერე უკეთესად გამჟღავნდება